გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, მედია კავშირი ობიექტივის სტუდიიდან. თქვენთან ერთად პირდაპირ ეთერში ვიქნებით თითქმის 1 საათის განმავლობაში მე ირაკლი კობრავა და ბატონი გიორგი კარტოზია. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, წმინდა ბარბარეს სენების დღეა. შეგვეწიოს მისი მადლი მთლიანად საქართველოს ჩვენ ოჯახებს და ყველა მართლმადიდებელს. დაგიფაროთ უფალმა და მშვიდობა მოგცეთ. ერთი განცხადება კიდე მინდა გავაკეთო, კი არის ამის რეკლამა, მაგრამ საჭიროა რომ მობილური ტელეფონში ჩაწეროთ ერთი წინადადება. მე წინააღმდეგი ვარ საქართველოს მიწა-წყლის გაყიდვის და საქართველოში არაბული დასახლებების მშენებლობის და ეს გამოაგზავნოთ WhatsApp-ში ობიექტივის პატრიოტთა ალიანსის და ყველა იმაში ვიდეო ჩანაწერი. მადლობას გიხდით წინასწარ, ეს საჭიროა, იმიტომ რომ დავანახოთ ხელისუფლებას და არაბებს, რომ საქართველოში დიდი უმრავლესობა წინააღმდეგია არაბიზაციისა და საქართველოს მიწა-წყლის გაყიდვისა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ეხლა თან მარხვა, თან ესეთი ბრწყინვალე დღეა და რა ვიცი, ისედაც ჩვენ არა ვართ ის ხალხი, რომელიც რაღაც ჩასაფრების პოზიციიდან საუბრობს, რაღაც ვიწრო პარტიული შეხედულებები გვინდა თავს მოგახვიოთ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ თქვენთან პირდაპირ საუბრები გავმართოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ვიცოდეთ საზოგადოების აზრი და რა შეკვეთები აქვთ საზოგადოებას და თუ რამე გამოსავალს ვიპოვით ამ შექმნილი ძიმე სიტუაციიდან, კრიზისულ სიტუაციიდან, ჩვენ მადლობელი დაგრჩებით და თუ რაღაცა გვერდში დაგიდგებით, ჩემო კარგო და კეთილო ხალხო. მშვიდობა მინდა გისურვოთ და ღმერთი გფარავდეთ. რაც შეეხება 1-2 სიტყვით შევეხოთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, თქვენც საქმის ყურში ხართ, რა თქმა უნდა და რა ვიცი, როგორც იტყვიან, დამლაგებელი ვითო გამოჩნდა, მაგრამ ფაქტიურად ვერ ლაგდება სიტუაცია. ეხლა ტრამპი დაჩქარებული წესით უნდა რაღაცა მიაფუჩეჩოს, ისევე როგორც ისრაელ-პალესტინის საქმე, ისევე როგორც ინდოეთის, პაკისტანი-ინდოეთის საქმეები. შედეგი მას არ აინტერესებს, რომ იანვარ თვეში მთავრდება ნობელის პრემიაზე წარდგენის განცხადება. და რატომღაც ამ კაცს ძალიან უნდა ეს პრემია მიიღოს და დღეს ისეთი სიტუაცია, რომ რუსეთთან ურთიერთობა უფრო ახლოსაა მისთვის, ვიდრე ევროპასთან. ამ ლიბერალისტურ ევროპას ვერ იტანს და ხედავს, რომ ისინი თავს იღუპავენ და ამაში არ ეხმარება და ერთი ეხლა განცხადება გაკეთდა, რომ თითქოს და 90% შეთანხმებულია დარჩა ამ ტერიტორიების საქმე და ეს ზელენსკი გამოდის და ამბობს, რომ მე ყველაფერზე თანახმავა, რომ აი არ შევალ ნატოშიო, ევროკავშირში შევალო, ოღონდ ტერიტორიები დამიბრუნებთო და ხალხო ომი დაიწყო, ამდენი მილიონობით ხალხი დაიღუპა რისთვის, რომ რუსეთმა უთხრა, რომ არ შეხვიდე ნატოში. სხვა რამე მქონდა, არაფერს არ ითხოვდა. მილიონობით დაღუპული, მილიონობით დანგრეული ეკონომიკა, მიგრაციაში დანგრეული ინფრასტრუქტურა და აი შედეგი რა და დღეს საუბრობს, რომ არ მინდა ტერიტორიები დამიბრუნეო და არ შევალ ნატოში. ეხლა ესეთი სულელურ განცხადებას მარტო კომიკოსი თუ გააკეთებს, თორე ეხლა რუსეთმა რა ცოტა ხალხი დაკარგა, ცოტა მიიღოს ზარალი. მილიონობით აყავს იქ მასაც დაღუპული და ის ამ ტერიტორიებს, რომელიც სისხლით მოიპოვა, არ დათმობს, ხოლმე გამორიცხულია. ხო, მაგრამ ახლა გამოსავალს უძებნიან, რომ არჩევნები ჩაატარე, გადადექი, შენ მოგცემთ გარანტიას, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, მილიონი კაცი შეიარაღებული რომ დაბრუნდება და რომ მოკითხავს, რისთვის ხოცავდი თუ ამ ტერიტორიებს აძლევდიო, რა პასუხი უნდა გასცეს. თან ეხლა გულში იყო რომ მოусმინე ინტერვიუ იყო რუსეთზე ამერიკის სავაჭრო პალატის მეთაური
საერთოდ თუ ამერიკის სავაჭრო პალატა კიდე იყო რუსეთში ამდენი აკრძალვებისა და ესეც ვერ გამიგდა ისეთი რამე ვილაპარაკა ამ კაცმა რომ რუსეთთან ვაჭრობს ამერიკა ურანზე ნიკელზე სასუხი შეგვაქვს დიდი რაოდენობითო რა ვიცი რაღაცა კიდე ჩვენი წარმოებები მუშაობს რაღაც ფაბრიკები ის რასაც აი ეს ომის დაწყების პერიოდში იყო საუბარი იმაზე რომ ჩვენ აი რუსეთს აი ამ ომით ეკონომიკურად დავანგრებთ და ვერ შეძლებს რუსეთი ფეხზე ეს აღმოჩნდა მითი რეალურად ხო თქვენ წარმოგიდგენთ შენ ამერიკა ახსენე და გეუბნები იმას რომ 132 მილიარდი დოლარით მეტი აქვს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირს ვიდრე მიწოდებული აქვს უკრაინაზე დახმარება. ხომ ამ ხელა აი კოლოსალურ ციფრებთან არის საქმე და კოლოსალურ ეკონომიკურ წინსვლასთან რუსეთის. და ეხლა უყურე გერმანია ხურავს Volkswagen-ის ერთ-ერთ დიდ ქარხანას. დიდ ქარხანას ხურავს, იმიტომ ვერ წლება უკვე და ამ კაცმა რა თქვა, ეთქობა ჭკვიანი კაცია. ამითიო ჩვენ წავაგეთო. ამითი ევროპამ თავი დაიღუპა და ჩვენ წავაგეთ და ჩინეთმა იმხელა სარგებელი ნახა რომ ორჯერ გაიზარდა მისი ეკონომიკაო. იმიტომ რომ უყურეთო აი მდინარე მოდისო და შენ ჩაუყენე ისა ჯებირი წინო. ეს მდინარე მაინც წავა ან მარცხნივ ან მარჯვნივ და ეს ვაჭრობა არ შეიძლება არ მოკვდებაო სოფლიოშიო და სადღაც მაინც ნახავენო იმით გავლითო და დღესო დოლარზე აღარ ვაჭრობს ჩინეთი და რუსეთი იუანზე და რუბლზეო ესა რუსეთი და ინდოეთი რუპიაზე და რუბლზე და რა ვიცი ესეთი გზები გამონახეს ამიტომ რუსეთი არ წაიქცაო რასაც ელოდნენ კი და დღეს კიდე არის აი შენ აღნიშნე მე ვფიქრობ რომ მაინც რაღაც იანვრის ბოლოსკენ მაინც უნდა იქნას მიღწეული სამშვიდობო ზავი მე ესე ვფიქრობ და მიუხედავად იმისა რომ ეხლა ევროპელები მაინც ასე ვთქვათ იყრინებიან და რაღაცა იმაშვებიან არ სურთ არა არც ვაფშე საერთოდ არაფერში არ თulis ამ ევროპელებს ტრამპი მათი სიტყვა არ იქნება საბოლოო და საბოლოო სიტყვას რა თქმა უნდა იტყვის ამერიკა და რუსეთი აი ამ სიტუაციაში და ვფიქრობ რომ დამთავრდება ეს ომი ну დროებით იზავით მაინც შეწყდება. აი გუნდა ამას არ აინტერესებს ხვალზე რა იქნება და რუსეთი ითხოვს არა ზავს, არამედ ამის გაფორმებას და არა რაღაცა გაყინვას. ერთი რაღაცა მინდა აი თურქმენეთში რო ჩავარდა ეს ჩვენი პრემიერი ჯერ იქ არავინ არ იყო მინდა ნორმალურ ქვეყნიდან არც ერთი არ იყო, ყველა იყო ბრიქსის ქვეყნები და ეს შეგრებელი და განცხადებას დროს ესეთი რაღაცა თქვა რომ ჩვენ ისტორიულ რეგიონებსო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთსო არ დავთმობთო და რეგიონის როდის მერე გახდა ეს ტერიტორიები ეს საქართველო არ არის რეგიონი შეიძლება ვთქვათ ეხლა აი თურქეთში მიწები წაღებული რო არის ის ჩვენი რეგიონია და ეს ძირძველი ჩვენი რეგიონი ძირძველი მიწებიო და როდის მერე დაიწყეს აფხაზეთზე მე არ მახსოვს 13 წელია ხელისუფლებაში არიან გახსოვს როდის მე ან პლენარ არ ყოფილა ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ ხო არ ყოფილა არც ერთი სხდომა მიზღვნილი აფხაზეთის ასამაჩობლო საკითხზე არ ყოფილა ესეთი და არც ვფიქრობ არც მოელიან მაგრამ არა მე ვფიქრობ დათმობაზე მიდიან იმიტომ რომ ნეიტრალიტეტზე რაღაცა დაიწყეს ეს პარტია რო გააკეთეს ნეიტრალიტეტის არა საუბარი რაზე იყო იცით მე მგონი იყო ახლა თვითონ პრემიერის ისა და ნატოსთან დაკავშირებით რომ აი ნატო იქ ღია კარის დღე არ არისო სკვაზნია შედავლოცვილო შენა საქართველოს კონსტიტუციაში უპირველეს შენ თვითონ ჩაწერე ეს 2000 წლიდან ვიძახით მაგას რომ ნატოში ჩვენი მიღება გამორიცხული ხო დაახლოებით 90-იან წლების ბოლოდან ვიძახით რომ ნატოში ჩვენ არ მიგვიღებენ დაუშვებელია ეს და
შენ ადექი და 2016-17 წელს ზუსტად არ მახსოვს ჩაწერე კონსტიტუციაში ეს ერთი მთლიანი მუხლი მოუწვევი მაგას 2016-2016-ის კონსტიტუციაშია ჩაწერილი როცა ზუსტად ბატონი ირაკლი იყო მაგ გადიოდა იმაში რეგიონებში და ავტორი და ესეც აი ხლა შეწარმოიდგინე ირაკლი ამ ხელა შეუსაბამობაა, როდესაც კონსტიტუციაში წერ შენ ამას რომ ჩვენ ნატოსკენ მივისწრაფიდან და ეს ყველაფერი სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩატარებული პლებიცისტის იმაზეა დაყრდნილი. ხო, რა თქმა უნდა, თან გაყალბებული, რა თქმა უნდა, კი. აი მაგალითად გაყალბებული არ ჩაუტარებია და ეხლა ამოღება უნდა ამ კონსტიტუციიდან და უმრავლესობა არ აქვს საკონსტიტუციო და ერთპარტიული პარლამენტია. ეხლა რაც შეეხება ჩემო კარგო ამ გაყიდვებს და მიწების გასხვისებას გაყიდვას და ამ არაბულ იმას. ეს ნაძირალა გამოდის და რას ამბობს, ხო იცი? ტელევიზორში. ამის წინააღმდეგო ესო თან იმას ვიტყვი, კაცო 2026 წლის ბიუჯეტში უკვე ეს ფული შეტანილი აქვს. 9 მილიარდ დოლარს ამბობენ რომ წლიური შემოსავალი იქნება 9 მილიარდი დოლარი. და იქიდან გაზარდეს რომ 100 მილიარდი გვექნება უკვე ბიუჯეტში უდევთ. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებაც და უკვე ქთამიც აღებული აქვს და გადაწყვეტილი და ეს თვითონ ნაძირალა გამოდის და ესო ლელოსო დაავალესო ლელოდან მე გადაიბარებო ალტინფომ და პატრიოტთა ალიანსმაო ამ შავბნელმა ძალებმაო ეს ნაძირალა რომ ჩვენზე შავბნელს ამბობს ენა როგორ არ მოგწყდება შეუპატრონო როგორ შეიძლება მაგის თქვა შავბნელი თქვენ ახად რაებს აკეთებთ სამშობლოს ყიდით ფულის გამო თქვენ ახად გამყიდველები თქვენ ახად ის ხალხი ვინც ყიდის ამ ქვეყანას გითხრათ პატრიარქმა არ გაყიდოთ მიწაწყალი ჩვენი არ არის ეს ღვთისკურთხეული მიწაა ვერ გავიგე რა ხდება ქართული მიწა რა თქმა უნდა არ ეკუთვნის არც კობახიძეს არც ხელისუფლების არც ქართული მიწა ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს ჩვენ ქვეყანას ეკუთვნის და ამის გაყიდვა ხა ყოლა დაუშვებელია და ის პროექტი რა პროექტზეც არის საუბარი სხვათაშორის ჩვენ წინა გადაცემს სულ ვახსენებდით ამას რომ შენ იძახი ხა 9 მილიარდი და ხო არა რაზე ვსაუბრობთ იცი რომ აქ ეჭვი არის იმაზე რომ არ არის 6 მილიარდზე საუბარი გაცილებით მეტ თანხებზეა საუბარი რა გაცილებით მეტი თანხებზეა საუბარი იმიტომ არასაჯაროვებენ რეალურად ხო არაფერი არ არის თუ არ არის რაღაცა ისეთი სახელმწიფო საიდუმლოება არა მე თითქმის ყველაფერი ვთქვიო გაასაჯაროვე რა დადე ოფიციალურად და წაიკითხავს ხალხიდან ახავს ხო რა არის და როგორ არის ყველაფერი რა თუნდა ამას არ ველოსიპედის გამოგონება რომ მე ამას ვიტყვი იმას ბავშვური ეს არის და დადე და კი ბატონო იქნებ მართლა კაი რაღაცები წერია და ის კაცი სულ რა უნდა ეწეროს თავშივე გეუბნება ის არაპირო ეს მიწა ჩემია მე ვყიდულო აქ დროშას ავაფრიალებ და არა თან გამოდის 70-30-ზეო რა 30% თანამესაკუთრე შენ გახდებიო აი ხო რეალურად თუ გაყიდულია მეწილე ხარო რა უმრავლესო პაკეტი მე მაქო მე შენსაც ვიყიდიო და 100% არის ფლობელი ვიქნებიო ეხლა იქ რო შენ 30% ვერ გაყიდი ხო? როგორ გაყიდი ფასი თუ ექნა 5 და 10000 დოლარი რაღაცა ფასი. ვერ გაყიდი ის სიტყვის მე გავყიდი და მთლიანად შეისყიდა და 100%-იანი მფლობელი გახდება მიწა, წყალი, ყველაფერი. თან იქ ბუნება უნდა აიშენონ და უნდა იცხოვრონ და საცხოვრებლად ჩამოდიან ხაბარისთვის ეხლა ამ ხელა ფულს ჩაგიდებენ და ეს იმ ხელა კომპლექსია ირაკლი ხო ხელა კომპლექსია ამას თავისი რეალურად თავისი მუშახელი მოყვება ხო მომსახურე პერსონალი მუშახელი ინფრასტრუქტურის გაკეთება ამისი და ამას ყველაფერს თავისი ეს მოყვება და ეს არ ითვლება ეს ხალხი არ იქნება ჩათვლილი ეს რაოდენობრივად მარტო უბრალოდ სახლებზე ხო ესენი არ იქირავებენ ქართველს იმიტომ რომ არა უკვე ქართველ ექიმს ხელი მოკიდოს შეახოს მუსულმან ქრისტიანმა ხელი შეახოს და გასინჯოს ამიტომ ისინი თავიანთ ყველაფერს დაში ხო არ წავა თმის გასაკრეჭად
რა თქმა უნდა. ან შენ საავადმყოფოში ხარ წავა მილიარდელი, ისა წავა ახლა შენ საავადმყოფოში რაღაცა რო ატკივდეს, თავისი ყველაფერი იქნება იქ და ჩამოიყვანს თავის ქალაქს გააკეთებენ სადაც რაღა პატარა ხელა 800 ჰექტარი პატარაა კაცო 800 ჰექტარი არის 16 ფეხბურთის სტადიონი და რატო აკეთებენ ამას? იმიტომ რომ ფულია, ფულს ჯიბეში ჩაიდებენ, მერე იქიდანაც მოგება ექნება და ვითო ბიუჯეტისზე და ხალხზე ფიქრობენ და არაფერი არ კეთდება ძმაო და მერე არ გადაგვაყოლეს ამ განათლების სისტემას, კაცო. 13 წელი ბიჭო, ერთი თაობა ნახევარი დაიკარგა კი ბატონო. თუ აქამდე ვერ მიხვდით რომ ეს განათლების სისტემა არ ვარგა, ან ეს განათლების სისტემა რას მოგვიტანს ახალი სისტემა, ვერ გავიგე როგორ შეიძლება კონკურენციას სპობ. შენ იძახი რომ მე ამდენი მჭირდება, თქვათ 25 კაცი მჭირდება ექიმი. და ამ 25 კაცს მე ვიღებ ჩემთან უნივერსიტეტში. დანარჩენებმა რო ასწავლონ, ესე იგი ისინი უმუშევრები რჩებიან, ხო? კონკურენცია აღარ არის. და შენ როგორ ასწავლი, კიდევ ვინ იცის? არავინ არ იცის რა დონეზე ასწავლი. რატო უკეთებ ადამიანებს ზარია გისმენთ? ისაუბრეთ. გაითიშა ზარი ხოდა რა სიკეთები შეიძლება მოიტანოს ამ განათლების სისტემამ რომელიმე მეცნიერი დაალაპარაკეთ იმის რა ქვია ეს განათლების მინისტრი ხო ნაციონალი არის ხო თუ რაღაც არის ხო თუ ის რომელია ხო ვით მაგრამ ნუ გასაგებია მაგრამ უბრალოდ აქ რა არის ესე აი განათლების სისტემაზე და საუკეთესო ის წინა გადაცემაცაც ვისაუბრეთ და დღესაც რა ვიცი ჩემთვის ხო ყველაზე მისაღები განათლების სისტემა იყო ეს ავსტრიულ-გერმანული ანუ საბჭოთა მოდელი რომელიც ზოგად განათლებას იძლეოდა უმაღლესი დონის და აი ჩვენი დაუშვათ საშუალო განათლების მქონე ადამიანი ბევრჯერ უფრო ძლიერი იყო ვიდრე დაუშვათ ევროპულ რომელიმე ქვეყანაში უმაღლესი განათლებით დამთავრებულ ადამიანზე ეს იქიდან ხდებოდა რომ აძლევდა სკოლა იყო რა ძირითადად და ამის ბაზისი იყო სკოლა და სკოლიდან მოდიოდა ყველაფერი აი ეს სწავლა რაც არ უნდა ხო ისეთი ჩამორჩენილი ბავშვი ყოფილიყავი შენ მაინც მქონდა მოისმენდი მაინც ხო იქ რაღაცა კაი ცხოვრებისთვის ზათიყავი რა რო სკოლას დავთავრებდი ამას პლუს ემატებოდა ის რომ დაუშვათ თუ არ ქონდა შენ სწავლის გაგრძელების სურვილი მერვე კლასიდან გახვიდოდი და პროფესიული დაეუფლებოდი პროფესიას პროფესიული ან ტექნიკუმში ან ტექნიკუმში წახვიდოდი და ისწავლედი და მიიღებდი პროფესიას და განათლებას იმისი ეს იყო ყველაზე ნორმალური მე ესე თვლი და ვფიქრობ ხა სპეციალისტი ნამდვილად არა ვარ არც მე და არც ირაკლი რომ მაგრამ რეალურად აი რასაც უყურებთ ხო რეალურად ეს ყველაზე კაი განათლების სისტემა ჩანდა ზარია გისმენთ ალო დიახ ცოტა ტელევიზორს ქალბატონ ტელევიზორს შავ რა წამუნას ყავს ხოდა 13 წელი რაზე ფიქრობდნენ ზარია და გისმენთ ისა გამარჯობათ როგორც ვიცით ვაჰაბიტური სალაფიტური ისლამის მიმდევრები არიან ეს ხალხი ანუ არაბები ეს მიმდინარეობა და მე მგონი კავკასიის არც ერთ მათ შორის შილო კავკასია რომელიც განიცადა ეს ყველაფერი არ მოეწონება ჩვენგან რომ ეს ხალხი ჩამოვიყვანოს არა მარტო ქართველებისთვის იქნება ეს სული არამედ სრულიად კავკასიისთვის არც აზერბაიჯანელ მუსლიმებს არც კავკასიის მუსლიმებს არც სომხებს აცნაუნდა არც აჭარელ მუსლიმებს ზოგადად ჩვენ ძმებს ეს არ მოეწონება და იქნება აი სამუდამო ლაქა ქართველებისა რომ ეს დაუშვით ჩვენ ამის გამინდობა მადლობა ზარისთვის კავკასიური აი როგორ აიცი
კი შარიათის კანონია, მაგრამ არის როგორც მაინც კავკასიურ ტრადიციულ საფუძვლებზე რა, იდენტობაზე არის ეს აგებული და ეხლა იმათ სხვანაირი ძალიან განსხვავებული აი როგორ გითხრათ, განსხვავებულია რა ძალიან მართალი ბრძანებაა და გარდა მაგისა ჩვენ რა უნდა მოგვეწონოს კაცო ვახაბიტურია უფრო ამათი ხო აი რაც პაპიცო ვახაბიტების ჩვენ რა უნდა მოგვეწონოს საერთოდ საქართველოს ხალხო ისტორია მეორდება ისტორია ყოველთვის მეორდება რაც ხმლით და თოფით ვერ გააკეთეს ფულით აკეთებენ ეს კიდევ გავიმეორებ დავით ოღლუმ თქვა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო თურქეთის ჩვენ ომი რა გვინდა საქართველოსში საქართველოს ვიყიდითო შემოსულია თურქები, შემოსულია სპარსები, შემოსულია ეხლა არაბები შემოვლენ და იქიდან რუსეთი და ალყაში ვართ. მე ერთი ის დარჩა მონღოლეთი წამოდგება ფეხზე და მონღოლები ჩამოვლენ და ყველა დამპყრობელი გვეყოლება აქა. და ყველა ჩვენ წავალ სადღაც და ესენი დარჩებიან აქა და გამარჯვება დარჩება და რა ვიცი თუ თავი არ დავიცავით და არის საშუალება ამისი რომ არ გავყიდოთ და მორჩა. მეტი არც ომი გვჭირდება და არც რამე ძალისხმევა არ გავყიდოთ და დამთავრდება ამითი და არ გამდიდრდეს კიდე ეს რა ქვია ეს მთავრობა თუ რაღაცა ამაზე ჩვენ წინამდეგი ვართ მაგრამ ხალხი უნდა დადგეს ფეხზე უნდა ზარი შემოვკრათ და თქვათ რომ ვიღუპება საქართველოს რა ნელ-ნელა იყიდება იმ ნაძირალამ დავით გარეჯი გაყიდა იქ მაშინ ზემო აფხაზეთი დაარქვა კოდორის ხეობას იქ დაარქვა სამხრეთის რაღაც მოიგონა და სუნთლიანად ჩააბარა გარეჯი მარტო ის კი არ არის კაცო რაღაც მიწის ნაგლეჯი ეს ჩვენი სულიერი ადგილია იქ დაიბადა სამონასტრო ცხოვრება და იქიდან მოდის მე სამონასტრო ცხოვრება და ასე თუ გავყიდეთ ნელ-ნელა აღარაფერი აღარ დაგვრჩება ამ ქვეყანაში გისმენთ გამარჯობა 15 წელიწადია პრობლემები არ ამთავრდება ამ ქვეყანაში ჩვენ მოვთხოვთ ოპოზიცია რო ესეა ესენი თავისად ხდებიან ძარცვავენ ამ ქვეყანას იღიან და აქამდე მივიდა ყველაფერი სანამ მონარქია არ აღდგება ამას არაფერი არ იცვლება ერთი მონარქი რო იყოს ახლა არაფერი პრობლემა ხალხს აღარ ექნებოდა თვითონ მოუვიდა ამას ყველაფერს გარდა მაგისა რა მინდა რომ გითხრა ესე იგი დავაკვირდეთ რაღაცას აღორძინების ხანა იწყებოდა მაშინ როცა ახალგაზრდა მეცედგებოდა ხოლმე საქართველოს სათავეში ვახტანგ გორგასალის 15 წლის დავიგატა დავით აღმაშენებელი 16 თამარი 12 სადაც 18 წელი გახდა მე გახდა ფასოვანი მონარქი გიორგი ბწყინვალე 13 წლის დავიგატა სულ ყველამ წარმატ ერეკლე მეცი არ გახდა მაგრამ ფაქტიურად ჯარის სარდლობა იყო უკვე 15 წლის იყო და ის სახელმძღვანელობდა ხოლმე მთელ ბრძოლებს მაგის შემდეგ ამიტომ დროა ჩვენი მოვწინოთ ცოტა და ვიმუშაოთ მონარქიაზე თელმა საქართველოს და მადლობა ზარისთვის დიდი მადლობა მაგი არის ჩვენი რა ვიცი ამდენი წლის რა ვიცი ჩვენი ოცნებად დაგვრჩა ესე გამოვიდა რომ ჩვენ გვინდა მონარქისტებს საქართველოში აღდგეს ისტორიული სამართლიანობა ქვეყანა გადავიდეს მონარქიულ მართლობაზე კონსტიტუციური მონარქიით და ქვეყანაში გამოცხადდეს მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად ეს არის ჩვენი რა ვიცი ამაზე გვიმუშავია და გვიბრძოლია სიმბოლოთ იყო რომ სიმბოლურად გვინდოდა მაგრამ ღვთისწყალობით გამოვიდა და პატრიარქის ლოცვა კურთხევით რომ სოლომონ მეორე ბოლო მეფე მებრძოლი თავდადებული გადმოვასვენეთ პარტიამ შევძელით ეგა ღვთისწყალობით და პატრიარქის და მეცნიერების დიდი კოხორდა იყო ჩართული ამ საქმიანობაში და 90 წელში გადმოვასვენეთ მერე წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა და მისი მადლი ფარავდეს საქართველოს ასე რა ვიცი რა თქმა უნდა მართალი ბრძანდებით უპატრონო ვართ ჩვენ პატრონი არ აქვს მეგობრებზე საერთოდ ლაპარაკი არ არის
ჩვენ არც პარტნიორიც აღარ დავჭა. პარტნიორი არ არის. სადღაც დავბივართ მონღოლეთში და თურქმენეთში და იმაში რომ იქაც ვერ პოულობს, ეს არის ყველაზე ცუდი, რომ იქაც აი ყველაზე ცუდი რა არის, იცი, ირაკლი, ამ ჯგუფს ხელისუფლებას, ჯგუფს დაუძახებ, არც საგარეო მეგობარი ყავს და არც საშინა. რა მეგობარი პარტნიორი არა ყავს და ეხლა მაგათ თუ გონიათ რომ აი რაღაც ნეიტრალური საქართველოს შეიძლება ის რაღაცას ოპოზიციონერს ითამაშებს ძალიან სტებიან რა ვერ გაკაჩავს რა არ არის აი ეს პარტია რომელიც ამათმა შეაკოწიწეს ის პოლიტიკური გუნდი რომელიც შეძლებს ოპონირების გაწევას ეს ხო ყველასთვის ნათელია რომ ეს რაღაც ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური გუნდი გააკეთეს იმის გამო რომ დღეს ხვალ დაიწყება უკვე საუბარი ნეიტრალიტეტზე დაიწყებენ ისინი საუბარს და ესენი მხარს აუბავენ და აი რაღაც ჰარმონიაში რაღაც ახალი თამაში წამოწყება უნდა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გადაიტანონ ყურადღება ვფიქრობ მე ესეთი თურქმენეთი თანახმა ჩვენს იმაზე თურქმენეთი თანახმა ყოფილა ჩვენ ნეიტრალიტეტზე გუშინ იყო არა საინტერესო რა არის ნეიტრალიტეტი ჩვენ თავიდან ვისაუბრეთ ამაზე ნეიტრალიტეტზე როდესაც დაიწყეს საუბარი მაშინ კონსტიტუციაში რატო გიწერია შენ ნატოს სწრაფვა რა აი ეს არის უბედურება ორმაგი სტანდარტი ისაუბრეთ მადლობ თუ შეიძლება კი ისაუბრეთ გავთი შეხლა რა ისი საუბრობ გენაცვალეთ მაგრამ მოდით რა გამოსავალი მეტი არაფერი მადლობ გაიხარეთ გამოსავალი ჩემო კარგო თქვენთან ერთად უნდა ხალხია ხალხი ჩვენ იმიტომ საუბრობთ რომ ხალხამდე მივიტანოთ ეს ჩვენი აზრი ჩვენი მონდომება ჩვენი ნაკეთები რომ ხალხი გამოვიდეს და ხალხის გვერდით დავდგეთ ჩვენ ხალხის გვერდით დავდგეთ რომ ვიცოდეთ აი ხლა რო შევიკრიბეთ იმ დღეს საპროტესტო აქცია რო გქონდა არ მოვიდა ის ხალხი ვისაც ველოდით რა იმდენი ხალხი რა ვიცი ეზარება ამ ხალხს გამოსვლა თუ ამბობს რომ მე რო ერთი არ მივიდე რა მოხდა სხვა მივა და ასე ერთი რო არ მიდის მეორეც ამას ამბობს და გამოდის ისე რომ მე იტყვის ეგერ სიცილს იწყებენ ეს სარკასტები არიან ეს ხელისუფლება არის დამცინავი ჯერ ახალგაზრდობას როგორ მოიხსენიებენ ბიჭო როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა ნუ კაი ჩვენ შავბნელი ძალა გვიწოდა ვიღაცა ნაძირალა ბიჭო შეუპატრონო შავბნელი ძალა და შავბნელი აზრები ჩვენ გვაწუხებს ჩვენ საქართველოსთვის გვიბრძოლია სისხლი დაგვიყრია ბიჭო კაცი რომელიც გაიზარდა სოროსის ხელში იმ ქვეყანაში არ გაიზარდა სადაც ახლა იძახის ეს ლიბერალები და ისინი არ არიან მე ვიგონებ თუ მაგი იყო რომ ამაყობდა რომ გერმანიაში გავავთავრე და მე სოროსთან მუშაობდი და თურმე ხელფასისთვის კი არ მუშაობდა იდეურად მუშაობდა ახლა აი იმ სოროსთან მუშაობდა იმ სოროსის ფონდში ვინც არის აი ამ თელ ლიბერალიზმის მამას რომელსაც ეძახიან აი იმ სოროსთან მუშაობდა და ეს ცისფერების ლიბერალიზმის მაგას აფინანსებდა და ეგ ლიბერალიც არა ეგ არის გარყვნილება და უაზრობა გისმენთ ალო დიახ იცი რა ჩვენ თავობის მიგვეს უყურებენ უნგრეთს უნგრეთი დაცულია ყველანაირად ევროკავშირის წევრიცაა ნატოს წევრიცაა ყველაფერია ამგეს მოშიშნებულთა ზურგი დრაგი ყველაფერი და საისთან არიან ესე აი მაშინ წევიდა საცხა ჩინეთიდან ისინი დაჟდა იმის იმედია კონეგე ჩინეთმა გააბრძულა კაცო ეს თავრობა რაჭკუის ხალხი არიან არ მოუდგენელი რაღაცა არის წარმოუდგენელი რაღაც ერთი დამინდა კიდე გიხარ ახლა თქვენ შევესწარი ლაპარაკს ნეთებზე დაიმარჯე მაგრამ დიახ დღეს უკვე მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია მაგი უკან მობრუნება მე მგონია უტოპია მგონია აი ნახავ თვითონ თუ არ დაიწყებენ ცოტა ხანში საუბარს მაგაზე დაიწყებენ თუ იქნება კაია მაგრამ არა მგონია არა მაგათი მოყვანილი არ გჭირდება კაცო ვიდრე საქმეშია თუ ქართველების ამბავი ბაგრატიონები დაჭამენ ერთმანეთს
არ დაჭამენ. რომელი უნდა იყოს იმაგრატიო და што ვერ ხარ გააკვევი შეგუებაობა იქნება. გაირკვევა ყველაფერი ჩემო მადლობა ზარისთვის. აუცილებლად მაგ ღვთისწყალობა უნდა იყოს და მარტო თვითონ უნდა ეგრე არ არის. ერთი ორი სიტყვით ირაკლი, ავიცი ხა ფიქრობ ერთი ორი სიტყვით აი ამ სოციალურ საკითხებზეც ვისაუბროთ. ორი სიტყვით არა, მაგას ორი სიტყვაში ვერ ჩაატევ. ხო, ვერ ჩავატევთ ჩემ და სამწუხაროდ და აი ეს პირველი მანამდე ამ კანონზე ვთქვათ. ქარტია ხოა, ქარტიას ხო შეუერთდით ბიჭო. რას გვეუბნება ქარტია? ადამიანის უფლებებით იწყება. პირველი არის ადამიანი, ადამიანის უფლებები. ტროტუარზეც არ გაიარო. ეს არის მართლაც აი არ ვიცი მე ვიტყოდი. აი მაგაზე თქვა ძალიან ძიმე კანონი კომუნისტების რეჟიმის დროს არ ყოფილა ეგეთი რაღაცა, რომ ტროტუარზე გავლის და აქციის ჩატარების ნებართვა და რა ვიცი რა უნდა მიგვეყო ხო და დღეს ზარი არ შევაკავოთ და მე გავაგრძელოთ მაგ თემას. ზანეთ. დიახ, გისმენთ. ეს გერმანიაში აი რუსეთთან როგორი არის ცუდად ისმის იქნებ გაიმეოროთ შეკითხვა რუსეთთან ბოდიში გიხდით ცუდად ისმის რა ბოდიში და თუ გადმორეკავთ, კი პასუხებთ. ძალიან ცუდად ისმის. ერთ სიტყვა მაინც დამეჭირა რუსა. ხო, ვერ გავიგეთ და უკაცრავად რა ვქნათ, იქნებ გაიმეოროთ ზარი და საინტერესოა რომ ვილაპარაკოთ, გავაგრძელოთ ეგ. ხო, არა, მე რას საუბრობ, იცი ეს კანონი, რა კანონიც არის, ხო, აი რასაც ახლა ესენი ედავებიან, რომ აი რუსეთში და ბელორუსში და იმაშიც აი მე მგონი ჩრდილოეთ კორეაშიც არ არის ეს კანონი რომ ტროტუარზე იქ როგორ შეიძლება ახლა მაშინ ნებისმიერ სამართალდამცავ შეუძლია სამი კაცი რომ გავივლით აი მოდიოდეს სამი კაცი და მე გვერდი ვერ აუარე შემაფერხეს რა ვიცი, სამი კაცი უკვე გეტყვის ბანდა, აი საპროტესტო აქციაზე ხავთ უკვე. ან მე შემაფერხეს რა, გვერდი ვერ აუარე ორნი რომ იგა. აქციებსაც ვატარებდით, შიმშილობასაც 99 წელში კომუნისტები არ იყვნენ. თქმა უნდა კომუნისტები იყვნენ. ვინ გვარბებდა? მაშინ გორგოძე ვთქვა, ერთი მანქანაში რომ ვეტეოდით საპროტესტო აქციაზე, მაშინ უნდა დამეჭირეთო. ხო და დღეს ბიჭო ამ თავისუფლებაზე, ამ დემოკრატიას, შენ ესა პრემიერო, შენ უნდა ქადაგებდე დემოკრატიაზე და ამაზე, რა ჩაგიდეს ამ ტვინში ეს ლიბერალური აზროვნება, ეს ტროცკისტი ხარ, შეამედი არავინ არ ხარ, აი ტროცკისტის აზროვნება გაქვს. რომ კაცი უნდა მოკლა აუცილებლად. მეც არაფერს არ აკეთებდნენ ეგ ტროცკისტები და ლენინისტები. თან ისეთი დაჩქარებული წესებით მიიღეს ეს კანონები. აი მას ელოდებიან ახლა არაბების დიდფულს. აი რაღაცა სასწაული იმით რა და ალბათ მოლოდინი აქვს იმისი რომ ეს ხალხი რო გამოვა და ხარ რო ტრაქტორი დადგება იქა. ხო უკვე მივხვდება დარწმუნებულია ბიჭო აი ზუსტად აი მომენტში დაიძრება ქართული ხალხი მე ესე მგონია ბიუჯეტი როგორ შეიძლება გაზარდო რაღაცა 30 მილიარდით თუ ეს ამ ფულს არ ელოდები კი არა უკვე შეიძლება აბა ოფისს რატო გააკეთებდნენ იქ რუსთაველის მას კინოთეატრში ხო რა თქმა უნდა და ამ ხელა ხარს აიღებ და გაიგებ და უკვე ხთამიც აღებულია მოლაპარაკებები რო არ იყოს დასრულებული ხელიც მოწერილი აქვს ეს პროსტო გაბაზრდა და იმიტომ დაიწყო თორე ამას ისე ჩუმად დაიწყებდა ქალაქი რო აშენდებოდა ესე ირაკლი მე კიდევ ერთხელ ბრუნდები უკან და ზაფხულში რო პირველივე ჩასვლაზე ჩვენ მქონდა რეაქცია ამაზე და ლაპარაკობდით თითქმის ყველა გადაცემაში ჩვენ არ ვიცოდით ეს რო აი მაგრამ აი 6 მილიარდი რო შემოვიდოდა
თუ გახსოვთ ჩვენ ამაზე სულ საუბრობდით, სულ ქონდა ესე ვთქვათ ისეთი ის რომ ეს არ იქნება საქართველოს არ მოხმარდება, ჩვენ ქვეყანას არ მოხმარდება და ისე აღუხდეს ყველაფერი რომ აი ახლა ესეთი რაღაც სასწაულ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდით. ეს იყო შარშან ზაფხულიდან იყო ამაზე საუბარი დაწყებული და დღეს ამბობს რომ ეს შავბნელი ძალებიო ბიჭო ჯერ ენა როგორ გიბრუნდება შავბნელი შენ იყავი და შენისთანები შავბნელები ხართ მეტი რა ხართ საცოდავებო თქვენა ზარია გისმენთ საღამომშვიდობისა გამარჯობა მოგცეთ დღევანდელი დღის მადლი მოგცეთ მადლობდენაცალე აგრევე თქვენ გილოცავთ და ეს მრავალ ბარბალობას მხოლოდ უკეთეს საქართველოში ღმერთმა გესმინა ეს ბნელეთი მოგცხოვრებოდეს აქედან რატო ქალბატონო 20 ლარით ხო მოგიმატებეთ ახლა და სად უნდა დახარჯოთ ეგ ფული მე არ ვიცი რამდენ ფული შვილო ეს 20 ლარი ვიძინამ წაიღოს ისევ მაგას მიაქ მე ისევ Bitin arraroba კაცია ფულის ტომარი და მწყემსები ვერ იყავს დოლარების ტომარას აი ვაირო სიმართლეა ისეთი დახტარებული ვარ ისეთი მეტი რომ არ შეიძლება 520 ლარს მაძლე ნემსში და რა მომიმე როგორ ვიგდებენ საზოგადოებას საჩინად ხრაპლის მონაწილე ვარ პირადად მე ციგნიც მაქვს იქაც ვარ აკბეჭდილი იმიტომ მოვიტანეთ ეს საქართველო რომ მოსულიყოს და დაეშალოს საქართველო დაეგრიო საქართველო ამდენი ინტელიგენცია ხალხი ყავს ვიზია ჯობ ამბობს ხალხი ვინზის სათავეში სამართლინო ჩვენო ქართველო ინტელიგენცებო გამოდის დიდი და პატარა უშუალოდ საქართველოს მადლობა ზარისთვის ქალბატონო შეგეწიოთ უფლის მადლი ვაირო სიმართლეა და მარტო თქვენ არა ხართ ასეთი 100,000-მდე ადამიანია რომ მეტია მე სამწუხარო ჩვენ და სამწუხაროდ აი ეხლა რა თქმა უნდა 87 წლის დედა მყავს კაცო პენსია აქვს 450 ლარი 300 ლარის წამალი ჭირდება კაი და მარტო ცხოვრობს ეს ადამიანი რა უნდა ქნას გათბობა უნდა საჭმელი უნდა ის უნდა სინდის ნამოსი არ აქვს ბიჭო თვითონ 20,000-ებს რო იღებენ და კიდე მომატება რო უნდათ ეხლა არა რო იყოს აი მე რაზე მაგის აი 500 ლარი ხო ხე პენსიას რო ეძახიან ეს 500 ლარი რო ფასები რო იყოს ადეკვატური კიდე შეიძლება რომ ადამიანმა რაღაცა ეს 500 ლარი 20 წლის წინ როგორ ყოფილიყო ხო არა აი მაგას ვიძახე ადეკვატური ფასი რო იყოს და ესე გეომეტრიული პროგრესიით არ იყოს ეს ფასები გაზრდილი როგორ შეიძლება ლობიო 17-18 ლარი ეს რა ქვია პამიდორი ზაფხულში აი პამიდორი რო გეჭამა 7 ლარზე ნაკლები არის ხო არ არის ხო აი მას ვიძახე ადეკვატური იმით არ არის ეს ხილი ადამიანმა ხო ერთხელ მაინც ხომ უნდა იყიდო არა თვეში ერთხელ რაღაცა მაგრამ ვერ იყიდი ხილსაც ვერ ყიდულობ ხო ვიტამინია რა გჭირდება ორგანიზმისთვის რაღაცა ნუ არ მით უმეტეს მოხუცებისთვის არა რომელთაც ვიტამინის საჭიროა აუცილებელია მათთვის სამწუხაროდ ესეა და აი ახლა მაგას საუბრობდი რა აი პირველი იანვარი მოდის და ახლა საწყალ ჩვენ გაჭირვებულ პენსიონერებს 20 ლარით მოუმატებენ და თვითონ 16-18,000 გაუხდებათ ხელფასი როგორი ბალანსია რა ესეთი აი ძალიან სასიამოვნო ნუ დაიხოცეთო რა აღარ გჭირდებიო რა ყველა გინახავთო რა ეს ხო პენსია ხო არა დოტაცია სახელმწიფო და მე ბიჭო გისმენთ ზარია გისმენთ ალო ისმენ ბატონო აგისმენთ დიახ ისაუბრეთ ნამის თანაცხოვრებას კაცი არ მოსტერებია ჯერე ერთი ტელევიზორ დაუწიო ხო განაცვალე რა ცხოვრებაში ვარ მე წარმოდგენა აღარა მაქვს მონათფლობელურ წყობილებაში ვართ აი ახლა 65 წლის კაცი ვარ
აი სიკვდილი ვაი ნატურალობ თითქმის და ისეთ ფორმაში მერხმა დაგიფაროთ კაცო ესეთი თორება არ მინდა რა აღარ შემიძლია რა ვეღარ იქნეს გული რა ქვეყანაში ვარ რა ვინ არიან ესენი რა არიან კაცო სატანები მოვიდნენ ქვეყანაში საწოდაობა თქვენს დიდი მადლობა რამდენს ვხარ თქვენსა რა ბატონო გაიხარეთ მო კარგად იქა თქვენი შობლები გაიხარეთ და მადლობა თქვენს მთელი ცხოვრება შეგნებული ცხოვრება ქუჩაში ციხეში და ბრძოლაში გავატარეთ და დღეს ეს ვიღაცა რო დაждდა სოროსელი ამაზე მეტი როგორც სიბანძია სოროსელი რო ხარ და შავბნელ ხალხს გვეძახის თუ ვინ მოგცა უფლება ლაწირაკო მაგის თქმის ვინ ახარ საიდან მოხვედიო როგორ შეიძლება ეგეთი შეურაცხყოფა ახალგაზრდები გამოდიან ტაკარაცუკები თუ რა დაარქვეს რამიშვილი ეს გარყვნილი კაცი ახალგაზრდობას აგინებს ეს პედოფილი თო ხო იქ რაღაც როგორ შეიძლება ახალგაზრდები ეხლა მაგაზე საერთოდ საუბარი არ ზღირს ეხლა აი ხა დათო თარხანმოურამმა რა კარგად ახსნა 60,000 კაცი იყო გამოსული ახალ წელს შარშან ხო იმაზე ახალ წლის დღეებში ერთი 200-300 იქნებოდა პროვოკატორი მანდამაინც ის პროვოკატორები დააფიქსირეს ამ ნაძირალებმა რომ ეთქვათ რომ ესენი არიან დანარჩენიც გაიგე ეს როგორ აქვს აწყობილი ეხლა როგორ მიგვაწებეს ბიჭო იმ რა ქვია მევახშეს ხო ხაზარაძეს როგორ მიგვაწებეთ თქვენ საცოდავებო თქვენ ხაზარაძის ვაფშე უსაკარო დამტოვა მაგ ნაძირალამ და მაგას როგორ დაუდგები გვერდიდან ხაზარაძის ჭკუაზე გამლელი ადამიანის დედავატირე მედო როგორ შეიძლება ხაზარაძეს მიგვაწებეთ და ვიღაცა შავბნელ ძალას ეძახის ვის აპროტესტებს ამ ნაძირლების საქციელს ზარია გისმენთ გამარჯობათ საიდან დავიწყდა როგორ მოუვარო არა არის პრობლემა ზანეთ ხო და ეს რასტიმაუ საიკუ ეს ხდება რასტოვი რასტოვი ყველა ტელევიზიები ამოვედი საქართველოში ისევე საიტო ეს პრობლემები დარჩი სახში გეორგი გახარია რო ამბობდა და მე რომელსახში დავრჩე და ასე შემდეგ არის პრობლემები ბიჭო თუ თქვენ აზროვნება თავი არ მოუყარეთ თუ რაღაცა წარმოება არ გააკეთეთ თუ არ მიხედეთ ამ ეკონომიკას რომელიც გამონგრეულია არაფერი არ გესწოლება მე უბრალოდ მინდა რომ გაიგოს ხალხმა და საზოგადოებამ შეიძლება ბერის მისულებს და ბერიც არა მაგრამ მიხედეთ ეკონომიკას მადლობ ზარისთვის ჩემო ბატონო თქვენ სახელი არ უცი მაგრამ 10 მილიონი რო გქონდეს სახში 10 მილიონი დოლარი რო გქონდეს სახში აი დალაგებული აი ქეში ფული და რამის გაკეთება რო გინდოდეს ვერაფერს ვერ გააკეთებ სანამ დიდვეზირთან ან იმასთან არ მიხვალ და ის არ მოგცემს ინდულგენციასო შენ ეს შეიძლება გააკეთო ისევ აი ბატონი თარხანმოურავი დავითის სიტყვებს გეტყვით რა ესენი მოვიდნენ კარგად მოერგნენ ჯერ ტყვილები და უცებ მერე გახდნენ ეს რა ქვია ბატონები და ჩვენ გამოგვაცხადეს ყმებად არ ატარებენ არჩევნებს რეფერენდუმებს არაბებს ყველას ნიშნავენ დანიშნეს მოსამართლები რომელიც ციხეები გვახეხინა ის მოსამართლები და პროკურორები ყავთ ის მონები მერე დანიშნეს პარლამენტი ათამაშეს ეს ნაძირალა ნაცები ეს არაკაცები ათამაშეს ამაზე ითამაშეს და დღეს მოვიდნენ თქვენს ახლა ჩვენ გვინდა მიწები გავყიდოთ თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართ ხალხი არ გვაინტერესებს უკვე ყველა არჩევნებს ნიშნავთ ყველა ბიზნესი ჩვენია ყველაფერს გავაკეთებთ იმიტომ რომ დაგთვალეთ უკვე რამდენი გამოდიხართ
ხალხი არ გამოდიხარ და რაზე წუხდებით ჩვენ აგვირჩია 1.100.000 რამდენი 200.000-მა აქედან ნახევარი მიიწერეს ნახევარი გაშტერებული დადის და ხმას აძლევს ხან ნაცებს აძლევს ხან ქოცებს აძლევს ვის მისცენ უკვე აღარ იციან გაშტერებულია ხალხი ვერ მონახეს ის საშუალო რა შეიძლება გაკეთდეს სულ კითხვები ვინდა ნახე მონახე რა და არავითარ ეკონომიკაში არ შეგიშვებენ ჩემო კარგო გადატვირთულია ყველაფერი ბანკები მაგათია მარკეტები სუპერმარკეტები მაგათია სასაფლაოებიც კი მაგათია განათლების სისტემა ეხლა სხვებიც უნდა მოშალონ იმიტომ რომ ზოგი სხვას აქვს ზოგი სხვა საფთიაქო სისტემა ნახე კაცო რა დღეშია პენსიონერი წამას ვერ ღირს შენ ვინ შეგიშვებს რა ეკონომიკას უნდა მიხედო კარგით რა სასაცილოა უკვე 13 წელი აკრიან და ბჭო აი როგორ გითხრათ ბავშვი იმ შეგნებით უკვე მუცლიდან იცის რომ უნდა მოასწროს სწავლა რაღაცა ინგლისური ენა რაღაცა რომ გაიქცეს მერე წავიდეს ქვეყნიდან და მე მახსოვს ბატონმა ბიძინამ თქვა კაცო მე ამდენი სამუშაო ადგილს აქ ვერ შექმნიო ვერ მოვშლიო იმას რომ ჩემი დედაშვილ მამიდაშვილებს ბიზნესი არ კონდესო ამას ვერ გავაკეთებო იმიტომ ესენი ჩემიანებია და თქვა რომ წადითო და იმუშავეთო პოლონეთში გერმანიაში სადღაც სეზონურ სამუშაოებზე წამზამდითო და თორ ნეპოტიზმი ვერ მოვშლი მე ახლა რა ვქნაო სამწუხაროდ ეგრეა და ეგრე აკეთებენ რა და აი ამ მიმართულებით მიდიან და ხა ეკონომიკაზე საუბარი პატრიცეულმა თქვა ეკონომიკა აი ეხლა ნორმალური ხელისუფლება რო იყოს და ეს 6 მილიარდი ჩადე ეკონომიკაში რა. ვის უნდა ბიჭო აქ ეკონომიკა? ხო, აქ იყვავდება ყველაფერი. 6 მილიარდი თქვენ წარმოგიდგენთ 6 მილიარდის ეკონომიკაში, აი რამე სფეროში დაუშვათ სოფლის მეურნეობაში ჩაგვედო, ხო? ან სუბუქ მრეწველობაში, ან ინოვაციურ ტექნოლოგიებში. ან ამხელა იმას სამშენებლო მასალები გააკეთე. ამ ხელა მოგებაზე წავიდო და სახელმწიფო წავიდო და რა ინოვაციურ ტექნოლოგიებზე რო ჩაგვედო ეს 6 მილიარდიანი განათლება სისტემაში განათლება მომავალი გაგეგზავნა საზღვარგარეთ ბავშვები ესწავლათ და აქ კომპიუტერსაც აწყობდნენ აიფონებსაც და ტელეფონებსაც და ყველაფერს იაფი მუშახელი ეყოლებოდათ და ყველა ჩინეთმა რითი მოიგო აი ჩინეთმა იაფი მუშახელით მოიგო კი ბატონო და სამწუხაროდ ხელისუფლებას თუ აი რაღაც მაღალჩინოსნებს ესეთი რამე ასურს მათუნდათ რომ გაყიდონ და მოიგონ აი ამით და რაღაც თავსაც არის წუხებენ დაკარგული მიწაწყალ თავიანთ ჯიბეებში ჩავიდეს ეს თანხები რა აი ეს არის მილიონს რო ჩადებენ 10 მილიონი ორ დღეში უნდა მიიღონ და რა თუნდა საწარმო ხალხზე და იმაზე არავინ არ ზრუნავდა განსაკუთრებით არ ზრუნავენ აი ამ ჩვენ ყველაზე ესე ვთქვათ იმას ნაწილზე როგორც არიან ჩვენი პენსიონერები რომ აი ხალხმა ახლა პედაგოგმა თქვა 5 თაობა 6 თაობა აღზარდა 6 თაობა და იმას მისცე 300 ლარი სირცხვილმა უნდა მოკლას და მე აი ბიჭო რომ მოიპარეთ ახლა მილიონები სახში რომ იგაქ ეგ ფული არ გეკითხები ანდო საიდან ეს ფული მისი ფული მოიპარეთ რა ბიზნესი ამ საქართველოს ამისთანა რომ ამდენი მილიონერი გახდით მთელი პარლამენტი მილიონერები ყველაზე საინტერესო რა არის ამაზე ვერ იტყვიან რომ არ მოგვიპარეო თვითონ გამოამზეურეს ხო ჩვენ ვიპარავდით ყველა მინისტრი იპარავდა ყველა პრემიერი იპარავდა ყველა ის იპარავდა და ნუ დღევანდელი გადაცემის დრო იწურება ჩემო კარგებო კიდევ ერთხელ მინდა დღევანდელი დღის მადლით საქართველოს ყველა მართლმადიდებელს ჩვენ ოჯახებს ყველას შეეწიოს და მშვიდობა იყოს ქვეყანაში და მშვიდობით ვიყოთ გვინდა და ამისთვის მშვიდობას ისე არავინ არ მოიყვანს თუ არ ვიბრძოლეთ და ბრძოლის თავარია ბრძოლის უნარი არ დავკარგოთ აგერ მობრძანდება შობა ბრწყინვალე დღესასწაული და მინდა რომ მისი მადლით შევგეწიოს და ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი და წარმატებები მინდა გისურვოთ. მადლობა ყველას, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. წმინდა ბარბარე ფარავდეს მთლიანად საქართველოს ჩვენ ოჯახებს და ჩვენ შვილებს. მომავალ შეხვედრამდე, მომავალ უთხრშაბათ შევხვდებით ერთმანეთს, ისევ ამ დროს, ისევ ამ სტუდიაში. მადლობთ. ღმერთით.